მეგობრებო, პატივცემულო სტუმრებო, ბრიუსელმა ომის დაწყება გადაწყვიტა. ომის მომხრე ქვეყნებმა უკვე შექმნეს სამხედრო ალიანსი. განუმეორებელი ელეგანტურობით მათ მას ნების კოალიცია უწოდეს. ისინი მზად არიან სხვების სიკვდილისთვის გასწირონ. ისინი მზად არიან უკრაინაში კიდევ უფრო მეტი იარაღი, კიდევ უფრო მეტი ფული გაგზავნონ. მათ რუსეთის ომი უკრაინაში თავიანთ ომად გამოაცხადეს და ომში ჩაერთნენ. ისინი ამ ომში არიან ჩაფლული. ბრიუსელს რომ არ შეეშალა ხელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამშვიდობო მისიისთვის, ომი დასრულდებოდა. ყველა მიცის რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა და ახლა რომ არ ჩარეულიყვნენ, მშვიდობა დამყარდებოდა. უკრაინა დიდი ხანია აღარ არის სუვერენული, დამოუკიდებელი. მისი ბედი უკვე სხვების ხელშია. ძვირფასო მოქალაქეებო, უკრაინელები ცუდად ექცევიან უნგრელებს. მიუხედავად ამისა, უნგრეთი ეხმარება მათ მშვიდობის დამყარებაში. ქრისტიანული მორალი და საყი აზრი ამას მოითხოვს. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც მშვიდობა შესაძლებელია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ გვსურს რომ უკრაინამ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყაროს ევროკავშირთან. მაგრამ არ გვინდა და არც ვაპირებთ უკრაინასთან ფედერალურ სტრუქტურაში შესვლას. ისინი არ შეიძლება იყვნენ ჩვენი სამხედრო ან ეკონომიკური კავშირის წევრები. ისინი ომს დაიწყებენ, ჩვენ ფულს წაიღებენ და ჩვენს ეკონომიკას გაანადგურებენ. პარტნიორობა დიახ, წევრობა არა. ეს არის ის, რაც უნგრელ ხალხს სურს. ძვირფასო მოზეიმეებო, ჩვენ ახლა ძლიერი და სუვერენული ერი ვართ, რომელიც საკუთარ თავს და მომავალს ინარჩუნებს. ამაოდ ყვირიან ჩვენი მოღალატეები დიდება უკრაინას, მაგრამ ჩვენი ერთადერთი პასუხია დიდება უნგრეთს.